ამჟამად ყველა გემებს უყურებს. ისინი სათაურებს უყურებენ. ისინი აკვირდებიან განცხადებებს, რომლებიც ვაშინგტონიდან, თეირანიდან და პაკისტანიდან გამოდის. და ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს მოლაპარაკებას ეხება. მცირე მოლაპარაკება ნამდვილად არის, მაგრამ საქმე ამაში არ არის. ეს არის ტესტი, ნებისყოფის ტესტი, გამძლეობის ტესტი. ტესტი იმის გასაგებად, ვინ ესმის თამაში და ვინ არა. იმიტომ რომ კითხვა, რომელიც ყოველივე ამის საფუძველში დგას, რასაც ახლა ვხედავთ, ძალიან მარტივია. ვინ დათმობს პირველი? ეს იქნება თეირანის რეჟიმი, თუ ეს იქნება პრეზიდენტი ტრამპი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ეხლა თუ არ გესმით, როგორ ფიქრობს ირანი, ვერ გაიგებთ ამ პროცესს, ან იმას, როგორ მუშაობს ყველაფერი. ეს მხოლოდ პოლიტიკას არ ეხება. ეს მხოლოდ სტრატეგიასაც არ ეხება. ეს უკავშირდება ორ ღრმა ფესს, რომლებშიც უნდა ჩაუღრმავდეთ: სპარსულ სახელმწიფო მართვას და შიიტების დოქტრინას. ამ ორ რამეს რომ აერთიანებ, ისინი ქმნიან რაღაცა ძალიან სპეციფიკურს. რაღაცას, რაც დასავლეთ სამწუხაროდ მრავალი წლის განმავლობაში მხედველობიდან დარჩებოდა, მოთმინება როგორც იარაღი. არსებობს სპარსული ანდაზა. წყალს აურევ და თევზს დაიჭერ. წყალს აურევ და თევზები აღარ იციან სად წავიდნენ. ისინი ნელდებიან და შეგიძლია ის თევზი დაიჭირო, რომელიც გინდა. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს გაახანგრძლიო სიტუაცია, დაფარო შენი განზრახვები და ასუსტო მოწინააღმდეგე. და როცა ისინი დაიღლებიან, იღებ იმას, რაც გინდა. ეს უბრალოდ მეტაფორა არ არის. ეს ირანის ოპერაციული სტრატეგიაა. ჩვენ ამას ახლა ვხედავთ, როგორ ვითარდება. ირანი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს შეთანხმების მისაღწევად. ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა შენზე მეტ ხანს გაძლოს და ამ გზით შეთანხმება შეცვალოს. ეხლა ამ სტრატეგიის გასატარებლად ირანის რეჟიმს, ირანის ტერორისტულ რეჟიმს ორი რამ სჭირდება. მას სჭირდება გადარჩენა და ბერკეტი, რომელიც გამოიყენოს მაშინ, როცა გადარჩენისთვის იბრძვის, რათა მოწინააღმდეგე დაასუსტოს. თუ რომელიმეს დაკარგავს მთელი სისტემა, რაზეც ისინი იმედს ამყარებენ, დაინგრევა. აბა, საიდან მოდის მათი ბერკეტი? ირანის პირველი ბერკეტი საკმაოდ მარტივია. ამაზე უკვე გვისაუბრია, ეს არის ენერგია. ხორმუზის სრუტეში მიმოსვლას შეაფერხებ, საზღვაო გადაზიდვებსაც შეაფერხებ. ნავთობის ფასები მკვეთრად იზრდება და ყველაფერი ძვირდება. და უცებ ევროპა, რომელსაც აქამდე ამ საქმეში თითქმის არაფერი ედგა სასტორზე და არ უპასუხია შეერთებული შტატების მოთხოვნებზე, არსებობს მაგალითები ესპანეთისა და სხვა ქვეყნების, რომლებმაც უარი თქვეს შეერთებულ შტატებს მისცენ ნებართვა, გამოიყენონ მათი საჰაერო სივრცე, მიუხედავად ზეწოლისა. ევროპა ზეწოლის ქვეშაა. ევროპული ბაზრები ზეწოლის ქვეშაა. ევროპელი პოლიტიკოსები ზეწოლის ქვეშ არიან, რადგან ჩვენი ყავის ფინჯნის, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორების და ყველა სხვა პროდუქტის ფასები იზრდება. და რაც ყველაზე მთავარია, როცა ბენზინგასამართ სადგურზე მიდიხართ მანქანის გასავსებად, ხედავთ როგორ ტიკტიკებს ის პატარა მრიცხველი. ვაუ, ამ ავზის შევსება ძალიან ძვირი მიჯდება. და მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები შედარებით იზოლირებულია, ანუ ნავთობს შიდა ბაზრიდან იღებს, სისტემაზე მომხდარმა შოკმა ამერიკულ ნავთობზეც გაზარდა ფასები. და ეს ზეწოლა ბრუნდება ვაშინგტონში, უკან შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ეხლა აი რა პრობლემაა ირანისთვის. ამჟამად პრეზიდენტი ტრამპი ზედმეტად შეშფოთებული არ ჩანს, რადგან როგორც უკვე ვთქვით, შეერთებული შტატები ევროპაზე ნაკლებად არის დაუცველი. და იმიტომ რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი რამ ესმის. მოკლევადიანი ტკივილის ატანა შესაძლებელია და სინამდვილეში ამას იტანენ კიდეც. შეერთებული შტატები ფუნქციონირებს. თუმცა გრძელვადიანი სტრატეგიული დანაკარგის ატანა შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ თუ ირანს ბირთვული შესაძლებლობები აქვს და ბირთვული შესაძლებლობით ჰორმუზის სრუტეს ემუქრება, ან ისრაელი, ან საუდის არაბეთი, ან არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყველა ეს ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეა და ეს გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებზე. და თუ მას ბირთვული შესაძლებლობები აქვს ჰორმუზის სრუტის დასაცავად, ეს ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაცია იქნება. თუნდაც ირანმა და ჩინეთმა გადაწყვიტონ ტაივანზე შეტევა და მათი ინდუსტრიის დარღვევა, ვერავინ შეძლებს ნავთობის ჰორმუზის სრუტიდან ჩინეთის იმპერიალისტური ამბიციების დასაკმაყოფილებლად მიწოდების შეჩერებას, რადგან მათ ბირთვული იარაღი აქვთ. და ეს შეიძლება პირდაპირ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში დაბრუნდეს. ირანის მეორე ბერკეტი დროა. და ისინი კალენდარს უყურებენ. ისინი აშშ-ის პოლიტიკურ სისტემას აკვირდებიან. და ისინი კითხულობენ, შეგვიძლია თუ არა ეს იმდენ ხანს გავწელოთ, სანამ ტრამპი საკუთარ პარტიაში ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება შუალედურ არჩევნებამდე. ეს მათი გათვლაა. ეხლა ტრამპს შეიძლება ორი რამე ფიქრობდეს.
ან კონგრესი ისედაც ჩიხშია, ასე რომ შეიძლება ახლავე ვიმოქმედო და ალბათ ბევრი არაფერი შეიცვლება. თუ კონგრესი არ ფუნქციონირებს, მე ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე დავეპრობნობი. რაც ჩემს ხელშია, ან შეიძლება სრულად წავიდეს რისკზე, რომ უზრუნველყოს გადამწყვეტი შედეგი და მომავალში განსაზღვროს პოლიტიკური ლანდშაფტი. მაგრამ ირანი დროს ენდობა. ისინი ყოველთვის დროს ენდობიან. ეხლა მესამე ბერკეტი, რაზეც ირანი შეიძლება ენდობოდეს და ვფიქრობ ეს უფრო სუსტია და არ ვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილად ასეა, მაგრამ შეიძლება იყოს, არის ჩინეთი. ირანს ძალიან მოუნდებოდა ჰორმუზი გადაიქცეს დაპირისპირებად შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. მაგრამ აქ არის ის, სადაც შეერთებულმა შტატებმა სიტუაცია შემოატრიალა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გასაგებად. ჰორმუზის სრუტეები ყველა გემისთვის დახურული არ არის. ის დახურული არ არის. გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტეებში გადაადგილება. სინამდვილეში შეერთებული შტატები გარანტიას იძლევა, რომ გემებს შეეძლებათ გადაადგილება, თუ ჩვენ მოვახერხებთ ყველა იმ ნაღმების გაწმენდას, რასაც უახლოეს დღეებში გავაკეთებთ და ნავთობის ნაკადი გაგრძელდება. მხოლოდ ერთი შეზღუდვაა. გემს არ შეუძლია ნავთობის ჩათვირთვა ირანის პორტებიდან. სულ ესაა. რას ნიშნავს ეს? ჩინურ ტანკერს შეუძლია ნავთობის წაღება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. მას შეუძლია ნავთობის წაღება საუდის არაბეთიდან. მას შეუძლია ნავთობის წაღება სპარსეთის ყურის სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან. უბრალოდ მას არ შეუძლია ნავთობის წაღება ირანიდან. აი ეს არის სტრატეგიის გენიალურობა, რადგან ჩინეთი მაინც ფუნქციონირებს მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტე ირანული გემებისთვის დახურულია, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთს შეუძლია გადარჩენა. არა იდეალურად, მაგრამ გადარჩენას ახერხებენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ყველაზე ძლიერი იარაღი აიღო და ის ირანსა და ჩინეთს შორის ბზარად აქცია, რადგან ეხლა ჩინეთი იღებს თავის ნავთობს, გლობალური სისტემა ფუნქციონირებს და იზოლაციაში ირანი რჩება. ეხლა წარმოიდგინეთ ალტერნატივა. თუ ირანი სულად დახურავს ჰორმუზის სრუტეს და ყველა გემს დაემუქრება, პირველ რიგში ამერიკას ზიანს არ მიაყენებს. ისინი პირველ რიგში ევროპასაც კი არ დაარტყამენ. ისინი ჩინეთს აზიანებენ. ჩინეთის ნავთობის 70% მოდის ახლო აღმოსავლეთიდან და სპარსეთის ყურედან. ეხლა ჩინეთს არჩევანი აქვს, ან ზეწოლას მოახდენს ირანზე, რომ უკან დაიხიოს, ან მიმართავს შეერთებულ შტატებს, რათა გზა კვლავ გახსნას. ეს არის მახე. აშშშ შეძლო ამის შემოტრიალება. ასე რომ, თუ ირანი შეწყვეტს გადაზიდვას, სრუტეებით და ჩინეთი ვეღარ მიიღებს ნავთობს ყურის ქვეყნებიდან, ჩინეთს მოუწევს ზეწოლა მოახდინოს ირანზე, რომ გახსნას სრუტეები. ეხლა ნებამომეცით აგიხსნათ რაღაც, რასაც უმეტესობა ვერ ხვდება და მეც არ მესმოდა ეს, სანამ დეტალურად არ შევისწავლე. ნავთობის ჭაბურღილები ონკანები არ არის. ვერ შეძლებთ მათ ჩართვას და გამორთვას ისე, როგორც თქვენს ნიჟარაში ონკანს. როგორც კი ნავთობის ჭაბურღილი ამუშავდება, ის უბრალოდ განაგრძობს დინებას. იმისთვის, რომ ნავთობის ჭაბურღილის წარმოება შეჩერდეს და იგი დაიხუროს, ჭაბურღილში წნევა ეცემა. სითხეები გროვდება ამ ჭაბურღილში. ინფრასტრუქტურა ფუჭდება. ზოგჯერ შეგიძლია ხელახლა ამუშავო ეს ჭაბურღილი, მაგრამ ზოგჯერ ვერც კი ახერხებ მის ხელახლა ამუშავებას. რაც არ უნდა გააკეთო, იგივე წარმადობას ვეღარ მიიღებ. ეს ვნახეთ შეერთებულ შტატებში, ტეხასში და ჩრდილოეთ დაკოტაში. 2020 წლის კრიზისის დროს ათასობით ჭაბურღილი დაიხურა. ზოგიერთი მათგანი დაბრუნდა უფრო სუსტად, მაგრამ ბევრი საერთოდ აღარ დაბრუნებულა, რადგან ისინი აღარ იყვნენ სიცოცხლის უნარიანები. ეხლა ეს ირანს გადაუტანეთ. თუ მათ ექსპორტს დაბლოკავთ, ნავთობის საცავები ივსება, წარმოება ჩერდება, ჭაბურღილები იხურება. და ეხლა თქვენ არა მხოლოდ დღევანდელ ირანის ეკონომიკას აზიანებთ, არამედ ანადგურებთ ირანის მომავალ შესაძლებლობას, იყოს ნავთობის მომწობებელი. ეს გრძელვადიანი ზიანია, ეს სანქცია არ არის. ეს არის ირანის ტერორისტული რეჟიმის ეკონომიკური დახრჩობა დროთა განმავლობაში. და სანამ ეს ყველაფერი ხდება, სანამ ეს დახრჩობა მიმდინარეობს ამჟამად, რადგან ირანს არ შეუძლია ნავთობის გავყიდვა და მისი საწყობები სავსეა, მოლაპარაკებები გრძელდება. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ამაზე, სხვათა შორის ნავთობის წარმოებაზე, თუ იცით ებრაული და შეგიძლიათ მოусმინოთ ებრაულად, არსებობს შესანიშნავი პოდკასტი, რომელსაც ნიცან დავით ფუქსი უძღვება და ქვია მისკაკა ღადოლ, ანუ დიდი თამაში. რას ვხედავთ, რა ვითარდება ჩვენს წინაშე? აშშ-დან მეტი სამხედრო ძალა გადაადგილდება რეგიონში. ავიამზიდის დამთქმელი ჯგუფები, როგორიცაა ბუშის ავიამზიდის დამთქმელი ჯგუფი, ამფიბიური ძალები და მასიური ლოგისტიკური გაძლიერება გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ეს სტატიკური არ არის. ეს ორი პარალელური პროცესია.
დიპლომატია და ძალა, რომლებიც ზუსტად ერთდროულად მიმდინარეობს. სინამდვილეში არსებობს მრავალი ანგარიში, რომ ირანის საჰაერო სივრცეში ასობით ფრენა ხორციელდება. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ისინი ეძებენ იმას, რასაც სახმელეთო შეჭრა შეეჯახება. რადგან თუ სახმელეთო შეჭრა განხორციელდება, მას წინ უძღვის მასიური საჰაერო მხარდაჭერა, სანამ ამერიკელი ჯარები იმ მიწაზე შევლენ. ამ ყველაფერს ადგილი აქვს. ერთი მხრივ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხოლო მეორე მხრივ ძალების მობილიზება იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებების შედეგს არ გამოიღებს. რასაც შეერთებული შტატები და ისრაელი დღემდე დაჟინებით მოითხოვენ. რაც გულისხმობს ნულოვან გამდიდრებას და ირანის ბირთვული პროგრამის სრულ დემონტაჟს, რაზეც ირანი ამ დრომდე უარს ამბობს. ეხლა მოდით პაკისტანზე ვისაუბროთ. მოლაპარაკებები სავარაუდოდ განახლდება, შესაძლოა ისლამაბადში ან სადმე სხვაგან. მაგრამ თვითონ ტრამპიც კი სიტუაციას გაურკვევლად ტოვებს. და ეს რაღაცას გვეუბნება. მოლაპარაკებების არხი ღია. მაგრამ როგორც აღნიშნე, ის აძლიერებს თავის ძალებს, რაც აჩვენებს, რომ არაფერი გადაჭრილა. ყველა ისინი, ვინც ამბობს, რომ ცა თავზე ინგრევა და ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები უკან იხევს და ისინი განაგრძობენ ამტკიცებას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებს შეერთებული შტატები. ეს ყველაფერი New York Times-ის, CNN-ის, Haaretzis და ისრაელის საქმეა, რომ მუდმივად სისუსტედ წარმოაჩინონ. ის უკან იხევს. მან ვერ მიიღო ის, რაც უნდოდა. ეს მარცხია, ეს სიმართლე არ არის, ეს დიდი წარმატებაა. და ის არ უკან დახეულა. რა სიტყვის შეერთებული შტატები? ისინი მცირე შეთანხმებას არ ეძებენ. ჩვენ გუშინვე მოვისმინეთ, რომ მარკო რუბიომ და ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა თქვეს, რომ ის ნაწილობრივ შეთანხმებასაც კი არ ეძებს. ის ეძებს დიდ შეთანხმებას, სრულ დემონტაჟს და გამდიდრების შეწყვეტას, გამდიდრებული ურანის მოცილებას და ამის სანაცვლოდ დიდ გარიგებას. ეკონომიკური ინტეგრაცია ახალი ირანისთვის, კეთილდღეობა ახალი ირანისთვის და მსოფლიოში დასაბრუნებელი გზა. ეს არის შეთავაზება. მაგრამ აი პრობლემა. ირანისთვის გამდიდრებულ ურანზე უარის თქმა ნიშნავს ბერკეტის დაკარგვას და თუ ბერკეტს დაკარგავენ, გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩენის უნარსაც დაკარგავენ. ამიტომ თუ მათ ანდაზას დაუბრუნდებით, ისინი დროს წელავენ. ისინი აჩიანურებენ. ისინი ცდილობენ წყალი აურიონ, რადგან ეს მათი სტილია. და ირანში რას აკეთებს რეჟიმი ირანში? რეჟიმი ძალიან კონკრეტულ რაღაცას აკეთებს. მან იცის, რომ ისრაელს ვერ ავნებს შეერთებულ შტატებს. ერთადერთი, რაც მას შეუძლია, არის დაართმუნოს თავისი ხალხი, რომელიც სრულ საინფორმაციო ბლოკადაშია, რომ რეჟიმი ჯერ კიდევ ძლიერია. ისინი იმას ვერ ხედავენ, რასაც მე და შენ ხედავთ. ისინი ამ პოდკასტს არ უყურებენ. მათ მედიაზე წვდომა არ აქვთ. ისინი ყოველდღე პროპაგანდით არიან გადავსებულები. მათ ეუბნებიან, რომ რეჟიმი იმარჯვებს. და იცით, ეს უკვე გვინახავს, რადგან წინა ოპერაციის დროს ივნისში მათ თავიანთ ხალხსაც იგივე უთხრეს. და ირანის ხალხს თვეები დასჭირდა, რომ რეალობას გაჰყოლოდა. სინამდვილეში, ივნისში წარმატებული კამპანიის დასრულებიდან იანვარში ირანის ხალხის ქუჩაში გამოსვლამდე 6 თვე გავიდა, რადგან მათ დრო დასჭირდათ, რომ გაეგოთ, რეჟიმი სერიოზულად დასუსტებული იყო. ნახეთ რა ხდება ახლა. როგორც ჩანს, თითქმის 10,000 IRGC-ის მებრძოლი ლიკვიდირებულია. მათი საწყობები განადგურებულია. მათი ბალისტიკური რაკეტების მშენებლობისა და წარმოების შესაძლებლობა განადგურებულია. მოდით დაუბრუნდეთ თავარ კითხვას. ვინ დათმობს პირველი? ირანი დათანხმდება მოლაპარაკებებს და დათმობს პოზიციებს? ვფიქრობ, ეს ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მათი სტრატეგია გადარჩენაა. თუ პრეზიდენტი ტრამპი კიდევ უფრო შორს აიყვანს ამ საკითხს. თუ ეს ესკალირდება, არსებობს ვარიანტები. ეკონომიკის დახრჩობა გააგრძელონ, ზეწოლა შეინარჩუნონ ჰორმუზის სრუტეში, წაართვან მათი სტრატეგიული აქტივები, როგორიცაა კარსი და ის სხვა აქტივები, რომლებზეც წინა კვირებში ვსაუბრობდით. და გაზარდონ შიდა ზეწოლა რეჟიმზე იმით, რომ უზრუნველყონ ამ ადამიანებისთვის სიახლეებზე წვდომა. ეს თეორიული არ არის, ეს არის ის, რაც ამჟამად მზადდება. და აი რას ნიშნავს საბოლოოდ ეს ყველაფერი? თუ ირანი პირველი დათმობს, დონალდ ტრამპი ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებს. თუ დონალდ ტრამპი პირველი დათმობს და ირანი შეინარჩუნებს გამდიდრებულ ურანს, ეს მნიშვნელოვანი ომი იქნება და ირანს უკან დაახევს, მაგრამ ეს ისტორიული გამარჯვება არ იქნება. ეს ასევე ნიშნავს, რომ რეჟიმი გადარჩება, საფრთხე დარჩება და ისინი შეინარჩუნებენ საკუთარ ბერკეტებს. და არ აქვს მნიშვნელობა, როგორაც არ უნდა წარმოაჩინონ ეს სრული გამარჯვება არ იქნება. ეხლა მინდა რაღაც მნიშვნელოვანი ვთქვა, ვფიქრობ, ჩვენგან ბევრისთვის.
ამ კვირაში ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. რომ პირველად 2000 წლის განმავლობაში ებრაელი ხალხი აღარ ელოდება. ჩვენ რეალურად მოქმედებთ. ეხლა 1936, 37 მეტი, 38 და 39 წლები და ჩვენ ხედავთ როგორ იზრდება საფრთხე ჰორიზონტზე. მაგრამ ამჯერად ჩვენ წინასწარ მოქმედებთ. ჩვენ თავს ვიცავთ. ჩვენს ბედს ჩვენს ხელში ვიღებთ. და ღმერთის დახმარებით ჩვენ ვურტყამთ მათ, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობს, სანამ ისინი მოქმედებას დაიწყებენ. მოდით ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და დავფიქრდეთ ამაზე. 2000 წლის განმავლობაში ებრაელი ხალხი ცხოვრობდა გადასახლებაში, დევნის ქვეშ. ჩვენ უძლურები ვიყავით. და ახლა ისრაელის თავდაცვის ძალები, ჩვენი ჯარისკაცები, ისრაელი ხალხის და ჩვენი ლიდერობის სიმტკიცე მზად არიან იმოქმედონ. ეს ისტორიული ნორმა არ არის. ეს ისტორიულია და არასოდეს უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა. სწორედ ამიტომ არიან ჩვენი მტრები ასე აღელვებულები. სწორედ ამიტომ ცდილობენ ჩვენი მტრები ამის სხვაგვარად წარმოჩენას. ზუსტად ისე როგორც რამდენიმე დღის წინ, როცა მე მქონდა დებატი მედი ჰასანთან, მედი ჰასანმა გააკეთა ერთი განცხადება. ის ყველაფრის სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს. მან სცადა საუბრის გადატანა ირანის ბირთვული პროგრამიდან, იმაზე რომ ისრაელს უცხოური ცნობების მიხედვით შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს მისი აკვიატებაა. მან განაცხადა, რომ ისრაელი ვალდებულია გაეროს უშიშროების საბჭოს 487 რეზოლუციით. ეს არასწორია. რეზოლუცია 487 და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიცოდეთ, არ არის მე-7 თავის რეზოლუცია. მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მე-7 თავის რეზოლუციები არის სავალდებულო და აღსრულებადი. ისრაელის წინააღმდეგ არ არსებობს მე-7 თავის ბირთვული რეზოლუციები, მაგრამ ირანის წინააღმდეგ არსებობს. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ფაქტებს მნიშვნელობა აქვს. და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როგორც ცდილობენ ისრაელის მტრები ამ ფაქტების დამახინჯებას და ამ არგუმენტის გადახრას. აი აქ ვართ. გემები მოძრაობენ და გააგრძელებენ სრუტეებში გადაადგილებას. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ზეწოლა იზრდება. და ამ ყველაფრის ფონზე ერთადერთი კითხვა, რომელიც რჩება, არის ვინ დათმობს პირველი. დაითმობს ირანი თავის გაჭიანურების სტრატეგიას და უარს იტყვის ბერკეტებზე. თუ შეერთებული შტატები უკან დაიხევს და რეჟიმს დატოვებს, საკმარისი ძალით რომ კიდევ ერთი დღე იბრძოლოს. ეს მხოლოდ შეთანხმებას არ ეხება. ეს ეხება მომდევნო ათწლეულის და შესაძლოა უფრო გრძელი პერიოდის ფორმირებას. რადგან საბოლოოდ ისტორია არ იმახსოვრებს, ვინ ლაპარაკობდა ყველაზე დიდხანს, ვინ მოქმედებდა ყველაზე დიდხანს. ის იმახსოვრებს მათ, ვინც გამარჯვებამდე გამაგრდა. ჩვენ ნამდვილად გარდამტეხ დღეებში ვიმყოფებით ახლო აღმოსავლეთში, ისრაელისთვის, შეერთებული შტატებისთვის და ვფიქრობ, შეიძლება ითქვას გლობალურადაც. გმადლობთ, რომ შემომიერთდით ამ Truistis პოდკასტში.